ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და საპროტესტო აქციებში მონაწილე კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე დღეს ადვოკატების ნაწილი დასკვნით სიტყვას ეტყვის. როგორც ისინი ამბობენ, მათ სიტყვაში ყურადღება გამახვილდება მსჯავრდებულების უდანაშაულობაზე და სააპელაციო სასამართლოსგან საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებლით შეცვლას ითხოვენ. წინასწარმაზე დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარემ თქვა. პროკურატურამ მსჯავრდებულთა დანაშაულზე ისაუბრა და სასჯელის დამძიმება მოითხოვა. დასკვნითი სიტყვების შემდეგ ბრალდებულები საბოლოო სიტყვას იტყვიან. მხარეთა რეპლიკებს მოვისმენთ და შემდეგ უკვე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. შეგახსენებთ, რომ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და საპროტესტო აქციებში მონაწილე კიდევ 9 პირის საქალაქო სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით იუსაჯა. არ არსებობდა ჯგუფურობა, განსაკუთრებით იმგვარი ჯგუფურობა, რომელსაც ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი, არ არსებობდა ძალადობის კომპონენტი, ასევე ყურადღებას გავამახვილებთ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განაჩენში ასახულ უზუსტო ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ არც ერთი პირი, ვინც მსჯავრდებულია დღეის მოცემულობით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, არ არის დამნაშავე იმაში, რასაც ეტავება ბრალდების მხარე. მოვახსენებთ სასამართლოს, რა თქმა უნდა, იმ დეტალებს, იმ მნიშვნელოვან დარღვევებს და იმ აბსურდულობას, რაც შეეხება ამ ბრალდებას 225 მუხლი იქნება თუ 226. რა თქმა უნდა, დროიდან გამომდინარე, თუ იქნება ამის შესაძლებელი, იქნება საკმაოდ ვრცელიც აღნიშნული დასკვნითი სიტყვა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს, რომ სასამართლო დაწმუნდეს ამ პირების უდანაშაულობაში.